2 3 2d კვადრატს მინუს 1,1d კვადრატი მინუს 3,1d კვადრატი. მსგავსი წევრების შეკრებაა, ამიტომ d კვადრატს ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ და შევკრიბავთ კოეფიციენტებს. 2-ს მინუს 1,1d მინუს 3,1d d კვადრატი. ჯერ უარყოფითები ერთად შევკრიბოთ, მინუს 1,1d და მინუს 3,1d იქნება 5. 1 პლუს 3 არის 4, 1/2 პლუს 1/2 1, 4 და 1 5. ანუ ფრჩხილებში გვიწერია 2-ს მინუს 5 d კვადრატი, 2-ს რო გამოვაკლოთ 5 არის მინუს 3, ანუ პასუხია მინუს 3d კვადრატი. გადავიდეთ მეორეზე. მინუს 6y-ს მინუს xy და პლუს 8xy. აქაც მსგავსი წევრების შეკრება გვაქვს, xy-ს გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ და შევკრიბავთ კოეფიციენტებს. მინუს 6, მინუს 1 და პლუს 8 არის 1, ერთიანს კოეფიციენტად არ ვწერთ და გვჭირდება xy. მესამე. 3/4 ახარისხად 5, მინუს 1/2 ახარისხად 5 და მინუს 5/2 ახარისხად 5. აქაც მსგავსი წევრების შეკრებაა. ახარისხად 5 ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ და შევკრიბავთ კოეფიციენტებს. კოეფიციენტში გვაქვს წილადები, 3/4-ს მინუს 1/2 და მინუს 5/2, საერთო მნიშვნელია 8. 8 უნდა გავყოთ 4-ზე და გავამრავლოთ მრიცხველზე. ანუ მრიცხველში წერება 3x2 მინუს 8 გაყოფილი 2-ზე არის 4, 4-ს გავამრავლებთ 1-ზე, 1x4 დავწერეთ, მინუს 8 გაყოფილი 8-ზე არის 1 და გავამრავლებთ მრიცხველზე 5x1. 3x2-ს მინუს 1x4 და მინუს 5x1 არის მინუს 3. პასუხია მინუს 3/2 ახარისხად 5. გადავიდეთ მეოთხეზეც. აქაც მსგავსი წევრების შეკრებაა, x კუბს გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ და გვრჩება წილადების შეკრება. 2/3 პლუს 5/6 და პლუს 1/2. საერთო მნიშვნელი იქნება 6. გავაერთმნიშვნელიანოთ და მრიცხველში დაგვიჯდება 2x3 პლუს 5x1 და პლუს 1x3, რაც არის 14. 14/6 x კუბი, 14 და 6 შეგვიძლია 2-ზე შევკვეცოთ, პასუხს მივიღებთ 7/3 x კუბს.